მოგესალმებით, დღეს გესაუბრებით სალაშქრო ფეხსაცმლის ტიპებზე. გამოიწერეთ ჩემი არხი. კონკრეტულად ეს მოდელი არის Merrelli Moab სერია და სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ფეხსაცმელი ალბათ. კონკრეტულად ეს ვერსია გამოდის ავარჯობა მესალმე ადამიანს. ის გათვლილია მარტივი სალაშქრო ბილიკებისთვის, მას არ აქვს წყალგაუმტარი მემბრანა, გორტექსის ფენა და მას არ აქვს კოჭის ფიქსაცია, ანუ ესეთ ტიპის ფეხსაცმელები არ გიცავს ტრავმისგან. მაგრამ ეხა არის იდეალურად კომფორტული ფეხსაცმელი ზაფხულის ლაშქრობებისთვის. მარტივად შრება, თუ კი დაგისვენდათ და გათვლილია მზიან კარგ ამინდში სალაშქროდ. სასურველი ამ ფეხსაცმლით ვიაროთ მარტივ სალაშქრო ბილიკებზე. კისერს, რომელიც მიმშვენებდა ეს მოდელი, არის უკვე შეიძლება ჩაითვალოს B კატეგორია. რაც გვეუბნება B კატეგორია? მას შეუძლია გატაროს უფრო რთულ ლაშქრობებზე, შეგიძლია ამით მთაშიც იარო, ოღონდ არა მწვერვალზე ან ისეთ რელიეფებზე, სადაც ქვები გვხვდება. ამ მოდელს გააჩნია მაღალი ყელი, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კოჭი იყოს დაცული, როგორც ხედავთ, ეს კონსტრუქცია, რაც აქ არის, იცავს კოჭს. გათვლილია ისეთი ტიპის ლაშქრობებისთვის, სადაც შეგიძლია წახვიდე, რავი, 2 დღე, 3 დღე, 5 დღე და ასე შემდეგ. არის ძალიან კომფორტული და არის მსუბუქია ამოდროულად. როცა ფეხსაცმლის შეძენას დააპირებთ, გიჩვევთ ესეთი ტიპის ფეხსაცმელი იყიდოთ. ეს ყვითელი ლოგო არის ვიბრამი და არის ერთ-ერთი გამორჩეული ძირი, რადგან ვიბრამია და რავი, კოსმოსურ თვითმფრინავებს ამით აგებენ. რაღაც ნაწილებს იყენებენ ვიბრამის, რომ არ ვიცი ხარისთვის იყენებენ, მაგრამ ვიცი რომ იყენებენ. აი ეს მოდელი არის უკვე სამთო ფეხსაცმელი. ხოლოდ უნდა გამოიყენო სამთო გასვლების დროს, სადაც რელიეფი შეიძლება იყოს ქვიანი, კლდოვანი და მოგიწევს ცოცვა. ასევე მას უყენდება წრიაპი. ფეხსაცმელი არის საკმაოდ მყარი, ის არ არის დრეკადი. შესაბამისად, როცა ფეხსაცმლის ყიდვას დავაპირებთ, მარტივი ერთდღიანი ლაშქრობებისთვის შეგვიძლია ვიყიდოთ მსგავსი ტიპის ფეხსაცმელი. საშუალო სირთულის ლაშქრობების დროს შეგვიძლია ვიყიდოთ მსგავსი ტიპის ფეხსაცმელი. და როგორც უკვე ვიცით, სამთო გასვლებისთვის და მწვერვალებისთვის გამოიყენება ესეთი უხეში და კარგი მაღალი ხარისხის ფეხსაცმელები. რომელი ჯობია? ერთ კარგ ფეხსაცმელში ძვირი გადავიხადოთ, მაგალითად 500 თუ 600 ლარი, თუ მეორადში ვიყიდოთ. მე გირჩევდით, რომ თუ საშუალება გაქვთ, იყიდოთ ახალი, იყიდეთ აუცილებლად ახალი და რატო? იცი რომ ეს კონკრეტული ფეხსაცმელი გაგიძლებს 5-6 წელი მინიმუმ. გააჩნია ბრენდს და ხარისხს და როგორ მოული ფეხსაცმელს. რა მინუსები და პლუსები აქვს მეორად ფეხსაცმელებს თუ მათ შეიძენთ. პირველი ეს არის ფასი, არის დაბალი ფასი, თუმცა არასდროს არ გადაიხადოთ მეორად ფეხსაცმელში 100 ლარზე მეტი. მეორადი ფეხსაცმელი უმეტეს შემთხვევაში ძლებს 1 სეზონი და ამის შემდეგ ის უარგისია. ყოველთვის კარგად დააკვირდით მეორად ფეხსაცმელის შეძენის დროს, წებო არ იყოს გამოსული, ამძრვალი არ იყოს ძირი და ასე შემდეგ. ჩემი რჩევა იქნება, მაინც ეცადეთ რომ აიქნებ და ახალი შეიძინოთ. გამოიწერეთ ჩემი არხი.